გოგოებო, ვის დავურეკოთ? ვისგან გავიგოთ მაგარი ხუმრობები? პეიტონს. კნოპა, რომელ პეიტონს? მოდი, მწვრთნელების დავურეკოთ და ვკითხოთ როგორ არის, როდის ჩამოვა აქ. ხო, ღმერთო ჩემო. დიანა, ძალიან ცუდი იდეაა, ხო იცი რომ ისტერიკული ადამიანია, რომ გაიგოს, აწევს ყველაფერს. დაურეკე. გამარჯობა ები, გამარჯობა. ვინ ვარ? მე მაიკის შეყვარებული ვარ. ჩემს შეყვარებულს თავი დაანებე. გოგოებო, ისტერიკაშია. შენ გგონია მისი შეყვარებული შენ ხარ? არა, მე ვარ მისი შეყვარებული. დასასრულია, ბოლოს მოგვიღებს. გოგოებო, ვერ გაიგებს დაწყნარდით. კარგი ნახვამდის უკვე ყველაფერი გითხარი, მე ვარ მაიკის შეყვარებული და შენ არაფერი არ გესაქმება აქ. კარგი, აბა ახლა ვის დავურეკოთ? გოგოებო, მოკლედ საჭმელები უნდა გამოვიძახოთ, მაგიდები გავაწყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. დიახ, მასწავლებელო მაიკ, რადგან მწვრთნელიები მოდის, ხო ისე გვიხარია რომ მოდის. კი, ტრენერიები ჩამოდის და ჩემთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება. ები გოგოებს მიხედავს, მე კიდე ბიჭებს. დიახ, მასწავლებელო მაიკ, ხო, ისინი უნდა განვანათლოთ. გოგოებო, მართალი ხართ, დროა. მომისმინე, საერთოდ არ მადარდებს შენ ჩემი ყოფილი ხარ თუ არა, მაგრამ გითხარი, რაც არ მომწონს შენ შესახებ. ჩვენი გოგოები აქ რასაკეთებენ? ტელეფონი გათიშე, სმაილ, ასე რატომ მოგმართე? ხო, ასე თუ დაგვიძახებთ, ჩვენ ისე მოგმართავთ, როგორც ჩვენს ყოფილებს. ხო, და გეტყვით რა არ მოგწონს თქვენში. გაბრაზებულები რატო ხართ? ვის ურეკავთ? კნოპამ თავის ყოფილს დაურეკა, დიანა მწვრთნელების უბრალოდ მოწყენილები ვართ. ხო, და გართობას ვცდილობთ. რანაირად მოიწინეთ, ფეხბურთელი შეყვარებულები ყავთ. ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშობენ. მისმენთ, იქნებ სასეირნო წავიდეთ, აქ ძალიან მოსაწყენია. ვარჯიში არ მინდა. ხო, თან ჩემპიონატი ერთ თვეში გვაქვს, დრო გვაქვს მოსამზადებლად. ბაჭია ჩილიდერებო, გეძებდით. თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. რამეს მოეჭიდეთ, გულწაგივათ. რა? ტრენერიები აქ ჩამოდის, 1 საათში იქნება. რამე პრობლემა ხო არა? მაგარია. რატომ მოდის აქ ხომ დავურეკეთ უკვე? შარში ვართ. კალათბურთელებო, შეგიძლიათ დაისვენოთ და ბანი, თქვენ ოთახი უნდა გაწმინდოთ. ჩვენი ოთახი, რადგან ჩვენ გუშინ გავწმინდეთ და ერთად ვართ. გოგოებო, ოჩო. ჯანდაბა. გოგოებო, ასე რატო გახართ? ცოტა გახალისდით, ტრენერიები ჩამოდის. გოგოებო, ტირამისუ გამოიძახეთ. ების ტირამისუ უყვარს. ების ზღვის პროდუქტები უყვარს. ხო, განსაკუთრებით ლობსტერი, ყველაფერი გვაქვს რაც მოსწონს. გოგოებო, კარგია, მე ების დავხვდები. ისე ხო კარგად გამოვიყურებ. მაგრად მასწავლებელო მაიკ, ისეთი მაგარი ხართ როგორც ყოველთვის. კარგი, მაშინ წავედი. წარმატებები მასწავლებელო მაიკ. მწვრთნელიები უფრო მეზიზღება ვიდრე ბანის ჩრილდერები. ლეილა, მეც. ის ორი მილკშეიკი თუ შეიძლება დღეს ბიჭები იხდიან. ოღონდ დანამატების გარეშე უფრო იაფია. ერთი წუსით წესიერი შეკვეთა გააკეთეთ, ეს და უმეტეს მოაკელთ არ ვიცი მე. მილკშეიკს ბანანის გარეშე ვერ გავაკეთებ. ის მე ბანანით მინდა თუ შეიძლება. კარგი, ხო გავაკეთე. მე მარწყვით და მე ვანილით. კარგი, ახლა გავაკეთებ. სხვათა შორის ნაყინიც გვაქვს, რომელს აიღებთ. შოკოლადს. გოგოებო, დღეს ნაყინის გარეშე. ხელი რო გტკივოთ ხوار და გავიცლოთ. ხო, კარგი. მე ჯანმრთელი ვარ, ამიტომ შოკოლადისას ავიღებთ 2 მაგს. 2 მაგ პორციას გაგიკეთებთ ყველას და მიჯერე არ ინანებთ. 2 მაგი პორცია. გამარჯობა ქალაქარეთ სახლო. ები, გამარჯობა ები, ძალიან მინატრებოდი. მაგარია, გამიღებ ჭიშკარს? ხო, რა თქმა უნდა. ჩანთას მე წამოვიღებ. აიღე. ები, როგორაა ყველაფერი? როგორაა ყველაფერი? ყველაფერი იდეალურად და შენ გინდა მითხრა აქ ვინ ცხოვრობს? როგორია დასვენება? ვინ არის ის გოგო? ვინ? ხო, მეც მაინტერესებს ვინ არის? ის, ვინც დღეს დამირეკა და მითხრა რომ სინამდვილეში შენი შეყვარებულია. ები, როგორ შეიძლება ჩემ შეყვარებულ შენთვის დაერეკა? თუ შენ ხარ ჩემი შეყვარებული? მოიცადე. აქ თუ არის, გავწეწავ. ები, ვისგან აქ ბუმბულებიანი არავინ არ არის. რა კარგად შეგიძლია თავი მომაჩვენო, მაიკ? ები, მოიცადე. ბიჭებო, არ მესმის, ჩემგან რა გინდათ? გვინდა რომ მანქანის ტარება გასწავლოთ. ხო, რაიან, დიმა ნამდვილი ექსპერტია. მასკო, შენ შეგიძლია რომ ტარება ისწავლო, ხო გინდა? კი, მართლა მინდა, უკვე ვაგროვებ ფულს მანქანისთვის. აბა, მიხსენით, რას უნდა დავაჭირო? გასწავლე, რას უნდა დააჭირო, მაგრამ ჯერ უნდა გადაიხადო. კურსები უფასო არ არის. მოიცა მეგობრებო, არ მისმის. საჭესთან ჯდომის გამო უნდა გადავიხადო? ხო, მე მეგონა უფასო იყო. კარგი, რაიან, გადადი, ჩემი ჯერია.
კარგი მეგობრებო, მე სადაც პირადი მძღოლი მყავს და არ მჭირდება მანქანის ტარების სწავლა. კარგი, ესეც წავიდა. ტარების სწავლა არავის არ უნდა. მარტო ფული უნდათ. მეგობრებო, მე მინდა სწავლა, გადახდასაც ვაპირებ. ჯანდაბა გოგოებო, დღეს რა უიღბლო დღე გვაქვს. ხო. ბოლო რაღაც რაც გუჭირდებოდა იყო მწვრთნელიების აქ მოსვლა. მეგონა რომ საერთოდ არ მოვიდოდა, რა გავაკეთოთ? გავასუფთავოთ ოთახი. კიდევ რა? აუ, ჩვენს ოთახში რომ მოვიდეს? კნოპა, ეგეთი აზრები არ გაიჩერო თავში. კარგი, გოგოებო, მწვრთნელების ვეტყვით, რომ ვარჯიში გვქონდა ყოველ დღე. ხო, ყოველ დღე. მხოლოდ 2 ვარჯიში გვქონდა ერთ კვირაში. ბაყაყები ნამდვილად ჩაგუშვებენ. ჯანდაბა რა ვქნათ? მე მიჩხუბება როგორც კაპიტანს. დიანა, დაგიხმარებით. მადლობა, გოგოებო, საუკეთესოები ხართ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ლონდი, მწვრთნელიები მოვიდა. და რა, მაგარია. რატომ არის მაგარი? მკაცრია. ჩვენი მწვრთნელია? არა, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, ბანის მწვრთნელია. ხო, მაგრამ ჩვენს ოთახში რომ დარჩეს? არ მინდა მასთან ერთად ცხოვრება. რატომ ყვირით? მათი მწვრთნელია, მათთან დარჩება. იმედი მაქვს ჩვენთან არ დარჩება. კარგი, დაწყნარდით, ნუ გაგიჟდით. მიდით დაიბანეთ და მწვრთნელიები ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. ხო, ჩვენში ჩამოვიბანთ. მწვრთნელიები ჩვენთვის პრობლემა არ არის. ბავშვებო, რატომ ხეთხართ? მწვრთნელიები მოვაახლო და ჩვენ სიმღერით უნდა შევხვდეთ. ხო, გაიღიმეთ, ვითომ ძალიან ბედნიერები ხართ. გოგოებო, გთხოვთ გვითხარით, ჩვენ სიმღერით რატომ უნდა შევხვდეთ მწვრთნელების? ჩვენი მწვრთნელი არ არის. ხო, არ გვჭირდება. მეც ვეთანხმები, ახლა ტრენერისთვის სიმღერა გაგვაკლია. რა უნდა ვიმღეროთ? ყველა დექით. კარგი, როცა აქ მწვრთნელიები მოვა, ყველა სიმღერას დავიწყებთ. გამარჯობა მწვრთნელოები, ძალიან მოგვენატრეთ. გამარჯობა მწვრთნელოები, ძალიან დიდხანს გელოდით. კარგი. შეგიძლია შეხვიდე. საღამო მშვიდობის. გამარჯობა მწვრთნელოები, ძალიან მოგვენატრეთ. გამარჯობა მწვრთნელოები, ძალიან დიდხანს გელოდით. ები, შეხედე ყველა როგორ გელოდებოდა. ყველა? ვინ ყველა? მე ბანის ჩრდილდარებს ვერ ვხედავ? ლეილა, იანა, ბაჭიები სად არიან? მასწავლებელო მაიკ, ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ? მწვრთნელოები, მგონი ბანი არ არის თქვენი ჩამოსვლით გახარებული, მაგრამ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ბედნიერები. და ჩვენც ბედნიერები ვართ. კარგი, ძალიან დავიღალე, ამიტომ მომიმზადეთ ცალკე ოთახი 4 ბალიში, 2 საბანი და მაიკ, მაჩვენე ბანის ჩრდილდარების ოთახი სად არის? უნდა დაველაპარაკო. რამხელა თავდაჯერებულობა აქვს, მომიმზადეთ ოთახი ხო და 4 ბალიში. გოგოებო, ისე ვახართ? მივდივართ მასწავლებელო მაიკ. აბა მაიკ, სად არის? ვინ? შენი შეყვარებული. ები, შენ ხარ ჩემი შეყვარებული, რაზე ლაპარაკობ? მაიკ, დღეს ამ სახლის ტელეფონიდან შემომივიდა ზარი გოგოსგან და მითხრა რომ შენ დამევიწყებინე. ები, გონი ვიღაცა მოგატყუა და ვიცი ვისაც შეიძლება გაეკეთებინა. ვინ? შენმა საყვარელმა იანამ და ლეილამ? არა, ები, ოღონდ არ გაბრასდე, მაგრამ ალბათ ბაჭიები ჩრდილდარები იყვნენ. ეგრეც ვიფიქრე, სად არიან? ამ შენობაში მეორე სართულზე. ვაუ, ჩრდილდარები შარში არიან. საერთოდ რატო ჩამოვიდა? ხო, სახლში დარჩენილი იყო. მასწავლებელი მაიკი შეყვარებულია და ჩრდილდარების მასწავლებელი. ჯანდაბას მალ ძალიან მეშინია, მგონია რომ აქ შემოვა ახლა. დიანა, არ შემოვა, მგზავრობის მერე დასვენება მოუნდებოდა. იქნებ წავიდეთ და თავი მოვიკატვნოთ რომ გძინავს, არ გაგვაღვიძებს. ხო, არ გაგვაღვიძებს. გოგოებო, ისი გეშინიათ, რამე ხო არ დააშავეთ. გოგოებო, არ შეგეშინიათ, ისე დავიკავებ კარებს, რომ ვერავინ არ შემოვა. ბიჭებო, არ გესმით რა გავაკეთეთ? დღეს დავურეკეთ მწვრთნელების და ვუთხარეთ რომ მასწავლებელ მაიკს შეყვარებული ყავს. აქ თან. ხო, ეს მართლა უნდა გაეკეთებინათ. ვიცი, მაგრამ არ ვიცოდით რომ დღეს ჩამოდიოდა ქალაქგარეთ სახლში. კარგი, დაწყნოდით, საიდან მიხვდება რომ თქვენ დარეკეთ? ეცოდინება რომ ტელეფონის ჯიხურიდან დავრეკეთ და ჯიხურიდან მხოლოდ ჩვენ ვრეკავდით. ები, გოგოების ოთახი ეს არის, მე შემოვიდე. არა, ჩემით გავუნკლავდები. გოგოებო, ძლიერები იყავით. ვინ არის? კარგი, ჩვენ წავედით. კნოპა, მაგრად იყავით, თქვენზე ვილოცებ. კალათბურთელებო, გაჩერდით, აბა ჩრდილდარებო მოგენატრეთ? დიახ. ძალიან. ხო არა, სიმღერა სად არის? გამარჯობა ტრენეროები, თქვენი ნახვა ძალიან გაგვიხარდა. ხო, ძალიან მოგვენატრეთ.
გოგოებო, ადაკით, მწვრთნელოები ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. ძალიან. და ვარჯიში გქონდა ყოველ დღე. ხო, შეგვიძლია ხვალგაჩვენოთ შედეგი. ღმერთო ჩემო გოგოებო, ყოჩაღ. ხო, მე სოდასტურებ, გოგოები ნამდვილი ფუტკრებივით მუშაობენ. ხო, კრაზანებივით, თავაზიანი ფუტკრებივით. მწვრთნელოები ფუტკრებივით ბევრს ვმუშაობდით. ხო, მე კრაზანსავით ვიყავი და ჩვენ ფუტკარივით. გოგოებო, რას ამბობთ? რომეომ თქვა? ვაიმე, ჩემი ფუტკრები და კრაზანები, აბა მითხარით, დღეს ვინ რეკავდა ტელეფონის ჭიხურიდან? გამოთქვით ვინ? და ვინ გადაწყვეტა რომ მოვეტყუებინე? ვინ არის მასწავლებელი მაიკის შეყვარებული? მე არ დამირეკავს, ჩემს ყოფილს დავურეკა რომ შემეხსენებინა რაც არ მომწონს. მწვრთნელოები მე დაგირეკეთ ბოდიში, ამას აღარ გავიმეორებ. კარგია დიანა რომ გამოთქვი, ვიცოდი რომ შენ იყავი. 200 აჯიმანია დაძინებამდე. მწვრთნელოები, მაგრამ მე ბიჭი არ ვარ. ძალიან რთულია. კალათბურთელებიც არ აკეთებენ ამდენ აჯიმანიას. კარგი დიანა, შენ აურია, ამიტომ უნდა დაისაჯო. კარგი, მე ტელეფონი გადაიღებს, მე კიდე შხაპს მივიღებ. მაგრამ მწვრთნელოები, თუ დავბრუნდები და არ გექნება გაკეთებული 200, მაშინ 300 გააკეთებ. ძალიან გასიხარია. არა გოგოებო, ამას მე არ ავიტან, იცით რა, წავალ ამ სახლიდან, წავალ. დიანა, სადმე ხარ? არ ვიცი გოგოებო, არ ვიცი, მაგრამ სადმე წავალ? საყვარელო, რას აკეთებ? დიანა, ჩვენ შენთან ვართ, ბიჭებო? არა. ხო, არა. ტრენერიები ჩვენს გვეშინია. დამღალა ამ ებიმ, ეს ები არასამართლიანია. ამიტომ რამ დიდი ამბავი ვეხუმრე. ხო, დიანა, გეთანხმებით, ჩვენი ნივთებით ჩადემანდ. გოგოებო, მართლა ვაპირებთ აქედან წასვლას. და ჩვენ რას გვიპირებთ? აქ უნდა დავრჩეთ? არა, თქვენ არსად არ წახვალთ. თუ არ გაგუშვებთ, ესე იგი არ გიყვარვართ. დიანა, ხო იცი, გვინდა შენთან ერთად ყოფნა. ამიტომ არ გვინდა რომ წახვიდე. ტრენერების კიდე რაც შეეხება, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ. მართლა? მართლა. სმაილ, დიანას მოშორდი. კნობა, გოგოებო, არ წახვიდეთ, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. მომისმინეთ, ეს ტელეფონი იწერს 200 დვას გავაკეთებთ. არა. რომეო, 200 აზიდვას პრინციპის გამო არ გავაკეთებ. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. მწვრთნელიები მართლა უკვე ზღვარს გადავიდა, საშინელებაა. ახლა უნდა გავუმკლავდეთ. კარგად. ისე ტრენერიების ტელეფონი გვაქვს, სადმე ხوار შევსულიყავით. ვაიმე კი! მასწავლებელი მაიკი.